თუსასწაული მოგენატრება სვანეთს უნდა ეწვიო. Ამდენჯერაც არ უნდა ახვიდე იმდენჯერ გაოცებულს დაკტოვებს. ამჯერად ჩვენი დანიშნულების პუნქტი ლატალის თემი, სოფელი ლახუშტია. მომღერალი სოფელი. აქ ყველა ცეკვავს უკრავს ან მღერის. თან ისე რომ ამ სიმღერით სასწაულებსაც კი ახდენენ. ჩამგელიანების ოჯახი რამდენიმე წელია მუსიკოსებს მასმინძლოს მთელი მსოფლიოდან. ამერიკიდან, ევროპიდან, ავსტრალიიდან. სვანური კოშკების გარემოცვაში მყოფები ქართულ სიმღერას ეუფლებიან. თავიანთ ცოდნასაც აზიარებენ და რაღაც ახალსაც ქმნიან. ეს პატარა სოფელი მსოფლიო მუსიკის რუკაზე ერთ-ერთ ლამაზ ხმას ასრულებს. თავის სიმდიდრეს, რომელსაც საუკუნეებია თაობიდან თაობას საგულდაგულოდ გადასცემენ, ახლა უკვე მთელ მსოფლიოს ამაყად და რაც მთავარია, სვანური თამდაბლობით უზიარებენ. ამ ხეს რო მოვხედე, ძალიან რაღაცნაირად იდგა. როგორ რაღაცნაირად? დედასავით, დედახეები რო არიან ბუნებაში არსებობს ეგეთი ფენომენი, დედახეები და ფანტასტიკურ ფილმებში და ესე ზღაპრულ ფილმებში არიან ხოლმე. ზოგადად სვანეთში იყო ესეთი წესი თუ როგორ გითხრა, სად თავშეყრის ადგილებში ყველგან იდგა ეგრეთ წოდებული იფანი, იფნის ხე არის ეგ და იფანია. ამ თავშეყრის ადგილს ერქვა სიფ. ეხლა ჩვენ ვართ სიფში. სიფ, რას ნიშნავს? ანუ იფნის ადგილი, იფანი იყო ამ შემთხვევაში შეკრების სიმბოლო. იფანს რა დანიშნულება აქვს? რატო იყო იფანი გამორჩეული? მოკლედ იფნის ხეზე ესეთი ის არის წარმოდგენა, რომ სიბრძნის სიმბოლოა ეს ხე, რომლის წვერი მაღლაცაში არწივი ბუდობს და მის ფესვებში გველი. ანუ გველისა და არწივის ესე ვთქვათ ურთიერთ კავშირი ამ შემთხვევაში. ღმერთო ჩემო. და ყველა საქმე ზოგადად აქ წყდებოდა ხოლმე და სიფი იყო ადგილი, სადაც გაიგებდი ნებისმიერ ამბავს, გაიგებდი ყველაფერს, რაც ხდებოდა სამყაროში. შენ მოესწარი? როგორ არა, ეხლაც იკრიბება ხოლმე ხალხი, მაგრამ სიმართლე გითხრა, ჩემ ბავშვობაში როგორც იყო ეხლა ახალგაზრდობაშიც ბუნებრივია, ანუ ცოტა ხნის წინაც. რომ იკრიბებოდა აქ ჯერ კიდე ხუცესები და მოხუცი თაობა, ანუ წინა თაობა და მიყვებოდნენ აქ თუ რამე საინტერესო მაქვს გაკეთებული და ჩაწერილი ყველაფერი აქ მაქვს. სხვათა შორის რო თქვი რომ ზევით არწივი იყო, მე ეგრევე მივხვდი რომ ძირში გველი იქნებოდა. იმიტომ რომ ეგ ორი სიმბოლო არის, რომელიც თითქმის ყველა მითოლოგიაში ფიგურირებს. ხო, ცისა და მიწის სიმბოლოები. სიმბოლოები, ერთი უმაღლესი ზევით და ერთი
უმდაბლეს იქვევი და მაგორის გაერთიანებით მიიღწევა რაღაცა დიდი. მოკლედ რატო არის ლახუშტი მომღერალი სოფელი? სიმართლე რო გითხრაი, ლატალის თემში ყოველთვის მომიწევდა გული. გავლით და გამოვლით კი ვარ ნამყოფი, მაგრამ ეხლა ვარ ესე უშუალოდ პირველად ვარ აქაურობის გულში. ჯერ ერთი იმიტომ რომ სვანეთის მუზეუმში რამდენჯერაც მივედი, თითქმის ყველა ხატზე და არტეფაქტზე ეწერა ლატალის თემი. ლატალი არის თემი და ლახუშტი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ერთ-ერთი სოფელია. ლატალის თემში გაერთიანებული იყო 11 სოფელი და ეს იყო ბალს ზემო სვანეთის, ანუ თავისუფალი სვანეთის პირველი თემი. აი ბალის ქედი არის წინ რასაც უყურებთ. აი ეს ქედი არის ბალის ქედი და იქით არის სადადაშქელიანო სვანეთი და აქეთ უკვე თავისუფალი სვანეთია. თქვენ იყავით ის, ვინც დადაშქელიანებს აკავებდა? აი როგორი ის არის, ციცი, ერთი ამბავია, რომელიც ნამდვილი ამბავია, დადაშქელიანს ყოლია ლატალელი ნათლული. ეს ნათლული თურმე ყარაულობდა, ესე ვთქვათ, შემოსასვლელს ლატალის ერთხელაც. ანუ ესე რიგობით ჰქონდათ ყარაულობა, რომ სულ ცდილობდა იქით ასვანეთი, ანუ ბალს ქვემოსვანეთი რომ დაეპყრო მთელი სვანეთი და მაგრამ ნუ ესენი ცდილობდნენ თავისუფლები დარჩენიოდნენ და თურმე ესეც კი არ შეიძლებოდა რომ ამხედრებული დადაშქელიანი არ უნდა გამოევლო ამხედრებულს ამ გზაზე, ანუ ცხენზე ამხედრებულს, აქ უნდა ჩამოქვეითებული იყო და ლატალის თემის ტერიტორია, ანუ ფეხით უნდა გაევლო და ეს უკვე მე-17 საუკუნის ამბავია, მაგრამ თურმე ეს ყარაულობს იქ მაცხვარიში ეს კაცი, ლატალელი კაცი და გამოიარა დადაშქელიანმა ცხენით. და დაუმიზნა თოფი. მეო შენ ნათლია ვარო და როგორო მესურიო? ჩამოდიო თორე ნარჩევი ჯიხვით მოკლაო. ფეოდალის როლს ასრულებდნენ ეკლესიები. ცოცხალი არსება იყო და არა მხოლოდ რაღაცა ადგილი, სადაც შეიძლებოდა გელოცა. ის იყო ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც განაგებდა იმ სოფელს, რომელშიც იყო დაბრძანებული. ანუ ბევრი ანდრეზი გვაქვს სხვათა შორის, რომელიც არ არის გამოცემული, როგორ დაბრძანდებოდა მთავარანგელოზი რაღაცის აქ. და მთავარანგელოს ეკითხებოდა ჭკუას თემი? და მერე უკვე აი თუნდაც ისტორიული საბუთები რო დგინდებოდა რაღაცა ხელშეკრულებები თუ რაღაცა, ესეთი დოკუმენტები გვაქვს სვანეთის წერილობით ძეგლებშიც არის გამოქვეყნებული. მაგალითად ხელშეკრულებაზე აწერია ორი მოპირდაპირ ორი მხარე. ერთ მხარეს არის ბალს ქვემოსვანეთის თავადი დადაშქელიანი და მეორე მხარეს არის სოფელი თავსდებობითა მაგალითად მთავარანგელოზის თანგილისა. ანუ მთავარანგელოზის თანგილი იყო ამ შემთხვევაში ფეოდალი. ხო და ძალიან საინტერესო ვისიმ სახურიც იყო თემი ასე. ხო და ძალიან საინტერესო პრინციპი იყო და სვანეთს ამ სვანეთს თავისუფალ სვანეთს ჰქონდა ვალდებულება სამხედრო ბეგარა ჰქონდა სამეფოს მიმართ. ანუ ისინი ჩვეულებრივ თანამონაწილეები იყვნენ ყველანაირ როგორ გითხრა სახელმწიფოებრივ საქმეში, მაგრამ არ ემორჩილებოდნენ კერძო თავადს. ისინი ემორჩილებოდნენ მხოლოდ სამეფოს. და როცა ბარს უჭირდა, ანუ როცა ომი იყო, სვანები იკრიბებოდნენ, სხვათა შორის ამბობენ, რომ ცეცხლით ენით ატყობინებდნენ ერთმანეთს კოშკებიდან, რომ უნდა შეყრილიყვნენ და შეკრელილიყვნენ და მიდიოდნენ საომრად. მაგრამ სამეფო ვალდებული იყო სვანეთისთვის ხარკი გადაეხადა პირიქით ამ სამხედრო ვალდებულებისთვის. და როცა ბარი სუსტდებოდა, სხვათა შორის ნიკო ბერძენიშვილს აქ ამაზე ის ვრცელი კვლევა, როცა ბარი სუსტდებოდა, უკვე სვანები მიდიოდნენ და ძალით იღებდნენ იმას, რაც ეკუთვნოდათ. აი ის რო არის ცნობილი ქუთაისი გადამწვარარე როლს. სვანებმა გადაწყვეს, იმიტომ რომ აიღეს ის, რაც მათ ეკუთვნოდათ. ხო და სხვა შორის არჩილ მეფეს აქეთი ნათქვამი, რომ ავიხარ და უსულგულობით მულახელი სვანია.
კაი, სიმღერაზეც მომიყევი, რატო არის აქ აურობისთვის განსაკუთრებული სიმღერის ტრადიცია? ეგეც ალბათ უკავშირდება ეკლესიას ტრადიციებს. ყველა ტაძარს საკუთრივ თავისი დღესასწაული ჰქონდა. ამ დღესასწაულზე აუცილებელი იყო როგორც ჰიმნური საგალობლები, ძველი სვანური, ასევე საფერხულო სიმღერები. ეს იყო ჩვეულებრივი ტრადიცია, ისინი არ თვლიდნენ, რომ ეს რაღაცა გართობის მიზნით ხდებოდა, ეს იყო სადიდებლები ღმერთის. 7 საწესო ფერხული იყო დღესასწაულზე, პირველი იყო ლაჟღვაში, ეგრეთ წოდებული საწინამძღვრე სიმღერა სადიდებელი, რომელიც ეძღვნებოდა სადაც ხდებოდა ანუ ეს დღესასწაული და იყო ძალიან დუნე. შემდეგი უფრო სწრაფდებოდა, შემდეგი და ბოლო იყო ძალიან სწრაფი ფერხული. ახაც პროცესი იყო ესეთი, მაგრამ ასეთი წესი იყო, რომ ქალი, კაცი, ვინც დღესასწაულზე იყო, ვინც დღეობაზე იმყოფებოდა, ყველა ვალდებული იყო ჩამდგარი ყოფერხულში. იქ არ ქონდა მნიშვნელობა იცოდი თუ არ იცოდი. ამან გამოიწვია მერე უწყვეტი ბმა, ეს არ იყო რაღაცა აქ სასწავლებელი კი არ იყო, რომ ერთ რაღაცა ესწავლათ სპეციალურად. ამ დღესასწაულებზე მერე თაობიდან თაობას გადაეცემოდა ეს ტრადიცია ამ სიმღერის თუ ფერხულის შესრულების და ეს უწყვეტ ჯაჭვად წამოვიდა. ახლა კომუნისტურმა რეჟიმმა თუ როგორც არის, ბევრი რიტუალი გადააშენა, მაგრამ აქ იმდენად რელიგიური საზოგადოება ცხოვრობდა, რომ უღმერთობამ ვერ აჯობა ღმერთს. დღეს როგორ არის ტარდება კიდე ეს ფერხულები? აი ჩვენ სოფელში მაგალითად არის ზემოთ მე-9 საუკუნის ტაძარია, ნაგებობა არის მე-9 საუკუნის, მაგრამ ხატრობა არის მე-13 საუკუნის, მან ტარდება თანღილის მთავარანგელოს უწოდებ, თანღილობა წელიწადში ორჯერ, სადაც ეს მთელი რიგი რიტუალები არის ესე ვთქვათ, ჯერ კიდე ცოცხალი. როგორ გითხრათ, ძლიერი ენერგეტიკის ტაძარია, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ თუ გულით ითხოვ, აუცილებლად დაგისრულებს. აი სოფელი არის ცოცხალი ფოლკლორით სავსე სოფელი. იყო ყოველ შემთხვევისთვის და იმედია გავაგრძელებ. შედაკერში მიჩეს Stiadeb stiahoi ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შენახული კოშკი, მე რაც მინახავთ თელ სვანეთში. და მაგაზე კიდე გავაგდი რომ მითხარი რომ ეს ბათქაში არის მე-14 საუკუნე. კი, ეს ლაბორატორიულად დამოწმებული ამბავია. გერმანელი მეგობრების დახმარებით ევროპაში წაიღეს და ხო, შეამოწმეს კი. ვიცით კომპონენტებით რა შეიცავს ეს ეგრეთ წოდებული ბათქაში. ძალიან ბევრი რამეა. ან კირი თავისთავად კვარცი არის დიდი რაოდენობით, შიგნით გარეული, კიდე რაღაც ნახშირი არის, კალცი არის და სხვათა შორის ლეგენდების მიხედვით ამბობენ ხოლმე რომ კვერცხს ურევდნენ ბათქაშში და კალცი არის აშკარად, იმიტომ რომ ხო შეიძლება ან გამორცხული არის. გამორცხული. და როგორ მოახერხეთ ამის შენარჩუნება ამდენი ხნის მანძილზე? კოშკს ერთადერთი რა სჭირდება ალბათ არის გადახურვა და რაღაცა ვუვლიდნენ ყოველთვის, აი მამაჩემისთვის ერთ-ერთი ნომერ პირველი ეს იყო, ანუ არ იყო მარტო ნაგებობა, ეს იყო სიმბოლო ფუძის, ესე ვთქვათ და თემის. ხო და ერთხელ მამაჩემი გარდაიცვალა დეკემბერში და იმ წელს წამოვიდა ძალიან დიდი თოვლი. ხო და დამესიზმრა უკუდო მამაჩემი და ძალიან მოწყენილი იყო. და ძალიან ცუდი ის ჰქონდა რა სიზმარზე რაღაცა რეაქცია და რო გავიღვიძე დილაუთენია დედაჩემს მოუყევი. და დედაჩემი ადგა გამოიხედა გარეთ და წამოიძახა, აჰა შენი უკუდო მამაო, იმხელა თოვლი წამოსულა იმ ღამეს რომ ჩაუმტრევია ისე რა ქვია და სახურავი. ხო და იმ შუა ზამთარში ბიჭებმა მე გამოცვალეს უცებ.
ხშირად ვიკიპედიაში თუ როგორ თქვა ყველგან არის ხოლმე კოშკზე რომ ეს არის თავდაცვის ნაგებობა და ერთმანეთის ომებისთვის და ასე შემდეგ და ეს არის სრულიად შეუსაბამო ინფორმაცია, იმიტომ რომ აქ გარშემტერი არ მოდიოდა. ანუ კოშკი იყო ნაგებობა, შეიძლება იმის თვალსაზრისითაც იყოს, ახლა თავდაცვის თუ ვიტყვით რომ მაგალითად ინახებოდა მთელი რიგი ხატჯვრები ამ კოშკებში. კოშკი ითვლებოდა სიმბოლოდ იმ საძმოსი. სადაც კოშკი იდგა იმ საძმოში, ესე იგი სამხედრო პირიც იყო, რომელიც წეღარო ვთქვით, რომ მიდიოდნენ საომრად და ეს ხალხი იყო, ვისაც კოშკი ჰქონდა. ანუ მასკულინური სიმბოლო იყო, ბუნებრივია, ახლა ჩანს ესეც და მხოლოდ კაცები ადიოდნენ შიგნით, ანუ თავდაცვის ნაგებობა ვერ იქნებოდა, ხო? თუ რაღაცა არის, ქალებს ტოვებდნენ გარეთ, ანუ უცნაური იქნებოდა. კოშკში არ შეიძლებოდა შესვლა. კოშკში ქალის ასვლა არ შეიძლებოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალს თავის საკუთრივ ადგილი არ ქონდა, რომ სადაც კაცის ჩასვლა არ შეიძლებოდა. ეს იყო მიწისქვეშა საიდუმლო სართული. აქვე კოშკის ძირში. ანუ იმ სახლის ეგრეთ წოდებული ქორ და მაჩუბში მერე, ანუ შუა ნაწილში მთელი ოჯახი ცხოვრობდა ერთად და ეს იყო რაღაცა პატარა სახელმწიფოსავით, ანუ უფროსი მამაკაცი და ქალი განაგებდა ამ ოჯახს და ანუ თანასწორობა იყო, ესე ვთქვათ, რომელიც დანარჩენ კავკასიაში ესეთი არ იყო. და ყველაზე მეტად რაც მომწონს ზოგადად სვანური რაღაცა კანონმდებლობიდან ეს იყო, რომ ქალს ჰქონდა მიწის საკუთრების უფლება. ეგეთი რამე სხვაგან არ გვხდება საქართველოს. არა. ეს არის ჩემი მშობლების სახლი. ეს არის წინ სახლი. ეს არის მე-17 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე ვინ ცხოვრობდა ჩემი ოჯახის წინაპრები და ის უკვე არის ჩვენი, ანუ ახალი თაობის ოჯახ თქვენ. და აქ აკეთებ ერთგვარ მუსიკალურ ამას ქვია სიმღერის სახლი, ესე დავარქვით და ძირითადად კი არა და მხოლოდ გსტუმრობს მუსიკოსები და ეთნომუსიკოლოგები და ვინც დაინტერესებულია ქართულ ხალხურ სიმღერაზე და უცხოელები ძირითადად ხო? ვასწავლით ესე ვთქვათ და შეუძლიათ თან აქვე დაბინავდნენ კიდევაც ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ჩატარებულა. ეს ერთ-ერთი იყო Sound Bridge, რომელიც თურქი, სომეხი და ქართველი მუსიკოსების კოლაბორაციას წარმოადგენდა და შეერთებული შტატების პროექტი იყო, ესე ვთქვათ, მათი ხელშეწყობით. ჟანრის მუსიკოსი ერთად ქმნიდა თან ჩვენ ხო ზოგადად სამეზობლოს არ ვიცნობთ კარგად და რაღაცა სტერეოტიპები გვაქვს. და ამ პროექტმა რაღაცა მე პირადად ძალიან შემიცვალა წარმოდგენა თუნდაც სომხებზე, თუნდაც თურქებზე, რაღაცა ახლა ძალიან მეგობრობთ ამ მუსიკალური ხიდით. რა მაგარია, თან აქ რო ხდება ეს სვანეთში. და თითქოს რაღაცა მედიატორის ის ქონდა ფუნქცია ამ შემთხვევაში და რაღაცა ძალიან კაი იყო ეგ.
იმიტომ რომ მუსიკას აქვს ეგ მაგია გაერთიანების. ხო და სხვათა შორის თვითონაც ახლა თვითონ მუსიკოსებიც ხო რაღაცა თან ზოგი ტრადიციული მუსიკოსი იყო რაღაც ტრადიციულ მუსიკას ასრულებდა მათი ქვეყნის ზოგი რას, მაგრამ აქ ისე დამეგობრდნენ რომ თან ხო იცი ახლა სამეზობლოში ერთი ჰანგი როა და სხვადასხვა ანუ ჩვენს ენაზე რომ ღერით ყველა და აღმოვაჩინეთ აქ ბევრი ისეთი სიმღერა რაც სომხებსაც ჰქონდათ, თურქებსაც ჰქონდათ, ჩვენც ჰქონდა. ანუ ხო და აქ როგორ მოხდა, იცი ის კი არ დაიწყო რომ აი ეს ჩვენია. პირიქით, ანუ ყველა მიმღერა თავის ენაზე და ეს რაღაცა ერთ მასში გავიდა, ერთ კომპოზიციაში. ძალიან ლამაზია. ხო და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეგ ამბავი, ჩემთვის ერთ-ერთი კარგი პროექტი იყო. ქართველებიც მოდიან ხოლმე, ქართველი მუსიკოსები. კი, ანსამბლები მოდიან, ბავშვთა ანსამბლები მოდიან, მაგალითად კირიალე, სამთიები, რავი, ბევრი თქვენ ძალიან პოპულარულები ხართ საზღვარგარეთ და ევროპაში და გადავნოთ ხოლმე თვალყურს ტურნეებზე. ხო, რავი, აბა მართლა მინდოდა რომ უბრალოდ გაეცნო გარესამყაროს ამ სოფლის ღირსშესანიშნაობა, რომ რაც არის მუსიკით. და ამიტომ დავიწყეთ და სიმართლე გითხრა ისეთი არც რეკლამა გვაქვს და არც არაფერი ისეთი საქართველოშიც ბევრმა არის თქვენ შესაძლოა არ ვიცი ვინიც როგორ იცის მაგრამ ჩვენ სამყაროში ალბათ კი ფოლკლორის სამყაროში მაგრამ დანარჩენებმა ალბათ არა ჩვენი მისია მგონია, იმიტომ რომ აქამდე მოტანილი ალბათ ისე უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას, რომელიც მოდის უკან და ისე ვერ გადავცემთ ალბათ როგორც ჩვენ გადმოგცეს ჩვენმა წინაპრებმა, მაგრამ რაღაცნაირად უნდა ვეცადოთ ალბათ რომ მცირე დოზით მაინც. აი როგორ ახერხებთ მაგას, მაგისი ნათელი მაგალითი მატერიალური აგერ არის და არა მატერიალური ხმაშია შენახული. ეს წაღა რომ მკითხე რომ როგორ დაიწყეს სიმღერა რაღაცა. აქ ეს რაღაცა ისეთი ცოცხალი პროცესი იყო, რომ
თითქოს ეს სიმღერა არ იყო ჩვენთვის მარტო ის რომ მოდი ახლა ვიმღეროთ და გავერთოთ ან რაღაცა ეგეთი არ იყო. ხშირად იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისთვის, ალბათ ბევრისთვის კიდევაც, მაგრამ ძალიან ბევრი ისტორიები გვაქვს, როგორ გადაგვარჩინა სიმღერამ. როგორ გადაგვაგორებინა ესე ვთქვათ დიდი ტრაგედიები და არ ვიცი შევიდეთ შიგნით და ცოტას მოგიყვებით ალბათ ამ თემაზე. ძალიან მაინტერესებს და აუ რა ლამაზია ქაურობა ხანდახან მეტირება როგორ უძლებთ. წეგან ვეუბნებოდი სხვათა შორის თქვენს გადამღებ ჯგუფს რომ დაფიქრდე ანუ რომ დაუკვირდე სიღრმისეულებს შეიძლება გაგიჟდეთქო. ხო აი. არ ვიცი. ან პირიქით დაჭკვიანდი. ხო. არის ძალიან ლამაზია. არ გენატრება ხოლმე თბილისში რომ მიდიხარ. პერიოდი როცა ახლა წესით უნდა ვიყოთ თბილისში და წესით ხო, იმიტომ რომ რაღაცა უამრავი საქმე გვაქვს იქაც და გვეჩქარება, მაგრამ აი ვაჯანჯლებ რაც შეიძლება, იმიტომ რომ დამნაშავედ გრძნობ თავს, როცა ვკეტავთ სახლს. აი რაღაცა ისა მაქვს. ანუ ამ დროს მგონია რომ ვალატობ ჩემს მამას ჩემს პირველ რიგში და რაღაცა ისა მაქვს. ძალიან სევდა, მაგრამ ვცდილობთ რომ ხშირად ვიყოთ აქ. ქართული სტუმარ-მასპინძლობა მხოლოდ სუფრის გაშლა როდია. მის მიღმა დევს ჩუმი ძახილი. მოდი დაინახე ჩემი საგანძური. ამას საუკუნეებია სისხლის ფასად ვინახავ. სწორედ იმისთვის რომ გაგიზიარო. ქართველი სტუმრისთვის მხოლოდ კარს კი არა გულსაც ხსნის. შევხები ვარ ისეთ სიტუაციებს, როდესაც ჩემთვის ძვირფას და მრავალშრიან კულტურას მხოლოდ ღვინოში, ქეებში და ცეკვა სიმღერაში ხედავენ. ხოლო იმ პატარა მარცვალს რომლისგანაც ეს ყველაფერი აღმოცენდა თვალსაწიერის მიღმა ტოვებენ. არადასწორად ეს მარცვალია ხელი ხელს აგოგმანები, მარადიული, უწონუმანძილო, ცარიელა და სავსე, რომელიც ვერც რომელიმე ფორმაში მოთავსდება და ვერც რომელიმე სიტყვით გამოითქმის. ყველა სიმღერა მასზე მიანიშნებს, ყველა ცეკვა მისი გამოხატვის საშუალებაა. ამას ერთეულები ხვდებოდნენ და სწორედ ამ ერთეულების ძალისხმევით ასეულებს წვდებოდა. ასეულების წყალობით კი ათასეულებს. თანამედროვე დროში, როდესაც ინფორმაცია სინათლის სიჩქარით ზიარდება, ლახუშტის ხმა მთელ მსოფლიოში ისმის. როცა ამას უცხოც ხედავს, ორმაგად გიხარია, რადგან რასაც შენში ამჩნევენ, ის უფრო იზრდება, ხარდება და ის უცხოც თითქოს დიდი ხნის ნაცნობია, რომელსაც ეონებია დაეძებ. ეს პატარა ერი, რომელიც მთელი ცხოვრება გადარჩენისთვის იბრძვის. იბრძვის არა იმისთვის, რომ თავი გადაერჩინოს, არამედ იმისთვის, რომ ეს მარცვალი შეინახოს, რომელიც როკოსა და სიმღერაშია გამფენილი, რათა დიდხანს შეუნარჩუნოს საგანძური კაცობრიობას. ესაა კოსმოპოლიტიზმიც და პატრიოტიზმიც. როცა ამას უსმენ, გამორიცხულია თბილი, მშობლიური მოსიყვარული ნოსტალგია არ შემოგაწვეს. ვინაიდან ეს მარცვალი შენი სახლიცაა და შენც სწორედ იქიდან აღმოცენდი. სიმღერა გულის გასაღებია. გამოაქვს ის, რაც მასშია ჩადებული. სიყვარული. სიყვარული კი სასწაულებს ახდენს. ამის ხილული მაგალითი მარიკა, გოგო, რომელიც კომაში იყო და სიკვდილს 3 თვე ებრძოდა, ექიმები გადარჩენის არანაირ შანსს არ იძლეოდნენ, მაგრამ მედიცინამ არ იცის სიმღერის ძალა, რომელიც ჩამგელიანების ხმიდან მოჩქებს. ამას შემდეგ ეპიზოდში მოვისმენთ.